ქლიავი ხეხილოვანი კულტურების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც გემრიელთან ერთად სასარგებლონიც არიან და სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევიან. ეს ღირსებები მისგან როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტისგან მრავალმხრივი სარგებელის მიღების საშუალებას იძლევა, თუმცა ჩვენში მისით ფერმერები რატომღაც მაინც ნაკლებად ინტერესდებიან. Როგორც შეიძლება გამოიყენოთ ქლიავის სამრეწველო პოტენციალი და გავზარდოთ მისგან მიღებული შემოსავლები. დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ, თუმცა მანამ სანამ უშუალოდ კულტურის დახასიათებაზე გადავიდოდეთ, მოდით ვნახოთ თუ რა სარგებელს ღებულობს ფერმერი იმ შემთხვევაში, თუ ქლიავს დაკრეფისთანავე სეზონზე ყიდის. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ გადაცემაში გრაფიკულად წარმოდგენილი ეს და სხვა დაანგარიშებები აჭარის აგროსერვის ცენტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სპეციალისტებისა და ფერმერების მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. საქართველოში გავრცელებული ქლიავის ჯიშები ძირითადად ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში იკრიფება. ამ პერიოდში ბაზარზე ის ჭარბად არის და ფასი ხარისხის შესაბამისად 50 თეთრიდან 2 ლარამდე მერყეობს. საშუალო ფასი კი, რომელშიც ფერმერს ქლიავის რეალიზაცია და პირდაპირი სარგებლის მიღება შეუძლია, ლარნახევარია. ცნობილია, რომ კარგი მოვლის პირობებში 1 ჰექტარზე გაშენებულ ნახევრად ინტენსიურ ბაღში ქლიავის მოსავალი 20 ტონას აღწევს. თუ ამას გამოვაკლებთ შესაძლო დანაკარგს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მექანიკურმა ან სხვა სახის დაზიანებამ და რომელიც 10%-ს არ აღემატება, მივიღებთ მოსავლის საბოლოო რაოდენობას 18 ტონას. შესაბამისად, ფერმერის შემოსავალი მოსავლის მთლიანად რეალიზაციის შემთხვევაში 27,000 ლარი იქნება. თუ ამას გამოვაკლებთ გასხლის ხარჯს, რომელიც შეადგენს 500 ლარს, ანასხლავის გამოტანის ხარჯს, რომელიც შეადგენს 100 ლარს, აზოტის შეტანის ხარჯს, რომელიც შეადგენს 360 ლარს, შეწამლვის ხარჯს, რომელიც 1 ჰექტარზე შეადგენს 500 ლარს, ხილის ტარის ჯარს, რომელიც 18 ტონაზე შეადგენს 2160 ლარს, კრეფის ხარჯს, რომელიც 18 ტონაზე ასევე შეადგენს 2160 ლარს, ტრანსპორტირების ხარჯს, რომელიც სარეალიზაციოდ ნაწილ-ნაწილ მრავალჯერიდან გატანის პირობით აღწევს 2800 ლარს და დატვირთვა-გადმოტვირთვის ხარჯს, რომელიც 150 ლარია, დაგვრჩება 18270 ლარი, რაც ფერმერის პირდაპირი სარგებელია, რაც შეეხება არასეზონს. ამ პერიოდში ქლიავის ფასი ორმაგდება და საშუალოდ 3 ლარს აღწევს. შესაბამისად ორმაგდება ფერმერის შემოსავალიც და ის 36540 ლარს უთანაბრდება. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნაჩვენები გაანგარიშებები ვალიდურია აჭარის რეგიონისათვის და სხვა რეგიონებში გადაანგარიშებისას შესაძლოა დაფიქსირდეს განსხვავებული მაჩვენებლები, თუმცა ეს არსებულ სურათს სავარაუდოდ მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის. ჩვენთან ინტროდუცირებული იქნა ქლიავის ახალი ჯიშები, რომლებიც შედარებით გვიან მწიფდებიან და იმ დროს, როდესაც ბაზარში ქლიავი შედარებით ნაკლებია, უკვე მაშინ მწიფდება ეს ქლიავი. ნაყოფებიც შედარებით მსხვილია, სხვა ჯიშის ქლიავებთან შედარებით, აქედან გამომდინარე ხალხს უფრო მოსწონს და უფრო მოთხოვნადია. ქლიავის მოსავალი ძირითადად 2 სასუფრე და საჩირე სახეობებად იყოფა. როგორც უკვე ვნახეთ, სასუფრე ქლიავი ბაზარზე ძირითადად ნედლის სახით გადის, ხოლო საჩირე გადამუშავებული, თუმცა უშუალოდ ფერმერი მას გადაუმუშავებლად ყიდის. იმისათვის, რომ გაგვერკვია თუ რა შემთხვევაში მიიღებდა ფერმერი უფრო მეტ სარგებელს, გადავწყვიტეთ, რომ ორივე შემთხვევაში მიღებული სარგებელი ერთმანეთისთვის შეგვედარებინა. ქლიავის საჩირე ჯიშის ნაყოფის სარეალიზაციო ფასი, როგორც სეზონზე, ასევე არასეზონზე, 50-დან 70 თეთრამდე მერყეობს. საშუალო ღირებულება კი 60 თეთრია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ გაქვთ 18 ტონა ასეთი ნაყოფი და მის ნედლად რეალიზაციას გადაწყვეტ, თქვენი შემოსავალი მაქსიმუმ 10800 ლარი იქნება. თუ ამას გამოვაკლებთ წინა გრაფიკში უკვე ჩამოთვლილი ხარჯების ჯამს, რომელიც შეადგენს 8730 ლარს, დაგვრჩება 2070 ლარი, რაც ფერმერის პირდაპირი და შეიძლება ითქვას არც თუ ისე შთამბეჭდავი სარგებელია. ეს თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემთხვევაში მიღებული შემოსავალი 16200 ლარით ნაკლებია სეზონზე, ხოლო 34470 ლარით ნაკლები არასეზონზე რეალიზებული სასუფრე ქლიავისგან მიღებულ შემოსავალზე. სარგებელი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, რომ ბაზარზე არა ნედლი, არამედ გამომშრალი საჩირე ქლიავი გაიტანოთ. კერძო ცნობილია, რომ 1 კილოგრამი ჩირის დასამზადებლად 4 კილოგრამი ნედლეულია საჭირო. შესაბამისად, 18 ტონა ქლიავისგან გამოშვების შემდგომ თქვენ 4 ტონა და 500 კილოგრამ მზა პროდუქტს მიიღებთ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩირის ფასი ბაზარზე წლის ყველა დროს მაღალია და 15 ლარს არ ჩამოუვარდება, ამ შემთხვევაში თქვენი შემოსავალი 67500 ლარს მიაღწევს. თუ ამას გამოვაკლებთ გაწეული ხარჯების საერთო რაოდენობას, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეადგენს 8730 ლარს და გამოშვების ხარჯს, რომელიც 18 ტონაზე 810 ლარს შეადგენს, მივიღებთ 47960 ლარს, რაც ფერმერის პირდაპირი სარგებელია
და 55890 ლარით აღემატება საჭირე ქლიავის ნედლად რეალიზაციის შემთხვევაში მიღებულ სარგებელს. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ გამომშრალი ხილი ხანგრძლივად შენახვის უნარიანია და მისი რეალიზაცია ფერმერს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს მისთვის ხელსაყრელ პირობებში შეუძლია. შრობის დროს სასურველია ავიღოთ ისეთი სახის ნედლეული, რომელიც არის წვნიანი, რბილობიანი, მაღალი მშრალი ნივთიერების შემადგენლობით, აგრეთვე 10%-მდე შაქრების შემადგენლობით, 1,2% მჟავიანობის შემადგენლობით და ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ მივიღოთ მაღალხარისხოვანი პროდუქცია. ალბათ დამეთანხმებით, რომ გრაფიკულ მასალებზე ნაჩვენები ქლიავის სარგებელი არც თუ ისე მცირეა. მოდით ახლა ვნახოთ, თუ რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული მისი 1 ჰექტარზე გაშენება. თუმცა მანამ სანამ უშუალოდ დარგვის პროცესზე ვისაუბრებდეთ, გავეცნოთ ქლიავის ჯიშებს. საქართველოში ქლიავის შემდეგი ჯიშებია წარმოდგენილი. ალტანის რენკლოდი ევროპული ჯიშია, მიღებულია მწვანე რენკლოდის ნათესარებიდან. ხე საშუალო ზრდისაა, ყვავილობს აპრილის მეორე დეკადაში, ხასიათდება მაღალმოსავლიანობით, იკრიფება აგვისტოს მეორე დეკადაში, კარგი ტრანსპორტაბელურია. ჭარბტენიან რეგიონებში ხშირად ზიანდება მონილიოზით, გამოიყენება როგორც სასუფრე, ასევე კომპოტების დასამზადებლად. ფართოდ არის გავრცელებული მეხილეობის სამრეწველო რაიონებში. ატმისებური ძველი ევროპული ჯიშია. ხე საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, ხასიათდება არარეგულარული მოსავლიანობით. იკრიფება ივლისის მეორე-მესამე დეკადაში. კარგი ტრანსპორტაბელურია. ფართოდ არის გავრცელებული მეხილეობის სამრეწველო რაიონებში. სტენლი ამერიკული ჯიშია, მიღებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის საცდელ სადგურში, აჟანის უნგრულასა და დიდი ჰერცოგის შეჯვარებით. მსხმოიარობაში შედის მეოთხე-მეხუთე წელს. არის მავნებელ დაავადებების მიმართ რეზისტენტული. ხასიათდება საგვიანო ყვავილობით. არის მაღალმოსავლიანი და რეგულარულად მსხმოიარე ჯიში. ერთი ხის საშუალო მოსავალი სრულ მსხმოიარობაში 40-50 კილოგრამს შეადგენს. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის დასაწყისში. გამოიყენება სასუფრედ, მზადდება საუკეთესო ხარისხის ჩირი. პრეზიდენტი მიღებულია რივერსის მიერ საუკუნის დასაწყისში. მსხმოიარობაში შედის ძალიან სწრაფად მესამე-მეოთხე წელს. არის მავნებელ დაავადებების მიმართ შედარებით რეზისტენტული. ხასიათდება საშუალო საგვიანო ყვავილობით. არის მაღალმოსავლიანი და რეგულარულად მსხმოიარე ჯიში. ერთი ხის საშუალო მოსავალი სრულ მსხმოიარობაში 50 კილოგრამზე მეტია. ჰექტარზე დაანგარიშებით 20 ტონა. ნაყოფი ძალიან მსხვილია, 60-70 გრამი, ზოგჯერ 100 გრამსაც აღწევს. მწიფდება სექტემბრის ბოლოს, ხანგრძლივად ინახება სამაცივრე პირობებში. ძირითადად გამოიყენება სასუფრედ, ახლად ინტროდუცირებული პერსპექტიული ჯიშია. შავქლიავა ადგილობრივი ჯიშია, მსხმოიარობაში შედის მესამე-მეოთხე წელს. ხასიათდება საშუალო პერიოდის ყვავილობით. მაღალმოსავლიანი ჯიშია, ერთი ხის საშუალო მოსავალი სრულ მსხმოიარობაში 30-35 კილოგრამია. ნაყოფი საშუალო ზომისაა 35-50 გრამი. მწიფდება აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, ძირითადად გამოიყენება სასუფრედ. ხასიათდება გამორჩეული გემოთი. კურკა მსხვილია, რბილობს კარგად სცილდება. რეკომენდირებული ჯიშია. ემპრესი კანადური ჯიშია, მსხმოიარობაში შედის მესამე-მეოთხე წელს. ხასიათდება საშუალო პერიოდის ყვავილობით. მაღალმოსავლიანი ჯიშია, ერთი ხის საშუალო მოსავალი, სრულ მსხმოიარობაში 50-55 კილოგრამია. ნაყოფი ძალიან მსხვილია, 60-70 გრამი. ზოგიერთი ეგზემპლარის მასა 120 გრამსაც აღწევს. მწიფდება აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში. ძირითადად გამოიყენება სასუფრედ. ხასიათდება გამორჩეული გემოთი. ახლად ინტროდუცირებული პერსპექტიული ჯიშია. ანჯელენო ამერიკული ჯიშია, მიეკუთვნება ჩინურ-იაპონური ქლიავების რიგს. საქართველოში ახლად ინტროდუცირებულია. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე წელს. ხასიათდება საადრეო საშუალო პერიოდის ყვავილობით. მსხმოიარობს რეგულარულად და უხვად. ერთი ხის საშუალო მოსავალი სრულ მსხმოიარობაში 60-70 კილოგრამია. ნაყოფის ზომა სტაბილურად მსხვილია. 80-100 გრამი, ზოგიერთი ეგზემპლარი 120-130 გრამსაც აღწევს. მწიფდება აგვისტოს ბოლოს, მოითხოვს რამდენიმე ვადაში კრეფას და კარგად ინახება ჩვეულებრივი სარდაფის პირობებში 3-4 კვირის განმავლობაში. ძირითადად გამოიყენება სასუფრედ, ხასიათდება მომჟავო, მეტად ორიგინალური გემოთი. ფრიარი ამერიკული ჯიშია, მიეკუთვნება ჩინურ-იაპონური ქლიავების რიგს. საქართველოში ახლად ინტროდუცირებულია. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მეორე-მესამე წელს. ხასიათდება საშუალო პერიოდის ყვავილობით. მსხმოიარობს რეგულარულად და უხვად.
ერთი ხის საშუალო მოსავალი სხუმს ხმოვიარობაში 60-70 კილოგრამია. ნაყოფი მსხვილია 70-80 გრამი. ზოგიერთი ეგზემპლარი 120-130 გრამსაც აღწევს. მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში, მოითხოვს რამდენიმე ვადაში კრეფას. სასუფრე დანიშნულების ჯიშია, ხასიათდება მომჟავო მოტკბო. სასიამოვნო გამორჩეული გემოთი. ნედლად, სასუფრე ხილად ქლიავის ჯიშებიდან შეიძლება მივცეთ რეკომენდაცია შემდეგ ჯიშებს, ეს არის პრეზიდენტი და ემპრესი. ხოლო გადამუშავებული სახით და საჩირე მიმართულებით საუკეთესოა სტენლი, ასევე შეიძლება გავაშენოთ იტალიური უნგრულა, ალტანის რენკლოდი. ეს შედარებით ძველი სამრეწველო ჯიშებია. ახალი ჯიშებიდან არის საუკეთესო სტენლი, საჩირე მიმართულების ჯიში. ქლიავის ნაყოფიერების გაზრდისა და მის განაჩენილება მეტი სარგებელის მისაღებად აუცილებელია ბაღის გაშენების სტანდარტების დაცვა. ამ შემთხვევაში ყველაზე უმნიშვნელო დეტალის გათვალისწინებაც კი წარმატებული მებაღეობის წინაპირობაა. ქლიავის ბაღის გაშენება ზოგადად ხეხილის ბაღის გაშენების სტანდარტების მიხედვით წარმოებს. ისევე როგორც მაგალითად ვაშლის გაშენებისას, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა კლიმატური პირობები, ნიადაგური მახასიათებლები, სიმაღლე ზღვის დონიდან, რელიეფი, გრუნტის წყლების დგომის დონე, მოცემულ ზონაში გავრცელებული ქარების მიმართულება და მათი სიძლიერე. საბაღი ნიადაგის სწორად შესარჩევა და აუცილებელია მისი დეტალური გამოკვლევაც. სამრეწველო მიზნით ქლიავის ბაღის გაშენება ზღვის დონიდან 400 და 1200 მეტრ სიმაღლეებს შორის არის შესაძლებელი. ამავე დროს საბაღე ფართობის შერჩევისას ქლიავისთვის, როგორც ტენიანობის მოყვარული კულტურისთვის, აუცილებელია სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარებაც. ქლიავის კვების არე ევროპულის შემთხვევაში 7 მეტრი 5 მეტრზე ან 6 მეტრი 5 მეტრზეა, ხოლო ჩინური იაპონურის შემთხვევაში 6 მეტრი 5 მეტრზე, 6 მეტრი 4 მეტრზე ან 5 მეტრი 4 მეტრზეა. მებაღედ გამოყოფილი ნაკვეთის გაკულტურებისთვის აუცილებელია ბუჩქებისა და ხეების ამოძირკვა, ნაკვეთის გამოსწორება, მოშანდაკება, მაცხოვანი კულტურების ან ბალახების თესვა, ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა და პლანტაჟის ჩატარება. პლანტაჟის პარალელურად ხდება ნიადაგის განოყიერება. ამ დროს ნაკვეთში ორგანული სასუქები და ფოსფორიანი, კალიუმიანი ან კომპლექსური სასუქები შეაქვთ. სასუქების შეტანის დოზები განისაზღვრება ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით, ნიადაგის ანალიზების საფუძველზე. დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგებზე ნიადაგის მჟავიანობის გასანეიტრალებლად აუცილებელია კირის შეტანა. ქლიავისთვის მჟავიანობის ოპტიმალური მაჩვენებელი 6,5-დან 7,2 ერთეულამდეა. უყვარს ნოტიო თიხნარი ნიადაგები, არ უყვარს მშრალი ჰავა და ნაკლებ ტენიანი ნიადაგები. დარგვა შეიძლება შემოდგომით ან გაზაფხულზე. გაზაფხულზე ბაღის გაშენება უნდა დამთავრდეს ვეგეტაციის დაწყებამდე. ნერგი უნდა იყოს 1 წლიანი ან 2 წლიანი. კარგად განვითარებული ფესვთა სისტემი და სწორი და არანაკლებ 140-160 სანტიმეტრის სიგრძის ღეროთი. სასურველია, რომ სარგავი ორმო ამოღებული იყოს რამდენიმე დღით ადრე, ორმოს დიამეტრი 50-60 სანტიმეტრი, ხოლო სიღრმე 30-40 სანტიმეტრი უნდა იყოს. დარგვის წინ ნერგები როგორც წესი გააქვთ ნაკვეთზე, ათავსებენ მზისგან დაცულ ადგილზე და ფესვების გამოშრობიდან თავიდან ასაცილებლად აფარებენ სვალტილოს. ამ დროს სასურველია ნერგის შემოწმდეს და დაზიანებული ფესვების ბოლოები ზომიერად წაეკვეცოს. მიწის მიყრისას ნერგი აწევ-დაწევით ფრთხილად უნდა შეირხეს. ამის შემდეგ უმჯობესია გარშემო ჯამის გაკეთება. ნამყენი ირგვება ივარაუდით, რომ ნიადაგის დაждომის შემდეგ ნერგის ნამყენი ადგილი მიწის ზედაპირიდან 4-5 სანტიმეტრის სიმაღლეზე მოხვდეს. დარგვის შემდეგ სასურველია, რომ ნერგი მოირწყას. ამის შემდეგ ნამყენს აკრავენ სარზე კანაპით. ნაგალა ბაღის გაშენების დროს კი შპალერის პირველ მავთულზე ან ინდივიდუალურ სარზე. ქლიავის ნარგავები მსხმოიარობაში დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს შედიან. ხელსაყრელი პირობების დროს ბაღის საწარმოო ღირებულებას 35-40 წელს ინარჩუნებს. ცალკეული ხეები კი 50-70 წელსაც ცოცხლობენ. ქლიავის ყველა ჯიშსა და სახეობას მეტნაკლებად ახასიათებს ფესვის ამონაყრების განვითარება. რაც შეეხება სანერგე მასალას, მისი შეძენა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზეა შესაძლებელი. აქ ერთი ნერგის ფასი 4-დან 5 ლარამდეა. 1 ჰექტარზე ნახევრად ინტენსიური ბაღის გაშენების საორიენტაციო ღირებულება 3 წლის განმავლობაში მოვლა პატრონობის პირობით სპეციალისტების მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით 14,120 ლარი დაგიჯდებათ. აქედან ნაკვეთის მომზადებისთვის 450 ლარი. ორგანული სასუქის მობნევისთვის 400 ლარი, საპლანტაჟე გუთნით მოხნისთვის ასევე 400 ლარი, პლანტაჟის გადახვნისთვის 100 ლარი, დაფარცხვისთვის 70 ლარი, 1 ჰექტარზე სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 3500 ლარი, ნერგების შეძენისთვის 3500 ლარი, ორმოების ამოღებისა და ნერგების ჩარგვისთვის 700 ლარი, შხამქიმიკატებისთვის 3000 ლარი.
რიგთა შორისი ზედაპირული დამუშავებისთვის 1500 ლარი, ხოლო მწვანე ოპერაციებისთვის 500 ლარი. ყველა აგროტექნიკური ღონისძიება უნდა ტარდებოდეს თანმიმდევრულად და უნდა ტარდებოდეს აგროვადების გასვლით. ესე კონკრეტულად აგროღონისძიების გამოყოფა ალბათ შეუძლებელი იქნება. ერთნაირი მნიშვნელობა აქვს როგორც სასუქების შეტანას, როგორც მორწყვას, ასევე გასვლას. ყველა აგროღონისძიება საჭიროა, ოღონდ თავის აგროვადებში ჩატარდეს. ისევე როგორც ვაშლისთვის, ქლიავისთვისაც სხვა ფორმირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებაა. გარდა ამისა, აუცილებელია ვებრძოლოთ სარეველებს და პერიოდულად გავანოყიეროთ ნიადაგი. ქლიავის ფორმირების რეკომენდირებული მეთოდებია ცენტრალურ ლიდერული ან მრავალლიდერული ჯამისებრი ფორმა, თუმცა ძირითადად მისი გასხლა ლიდერული ფორმების წესის შესაბამისად ხდება. ამ შემთხვევაში ფერმერები გამოყოფენ ლიდერს, აცილებენ კონკურენტს და ახდენენ ტოტების დაქვემდებარებას. ქლიავის გასხვისას მსხმოიერობის ტიპიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტოტების დამოკლებას. თუ ქლიავის მოცემულ ჯიშს აქვს მიდრეკილება ძლიერი დატოტვისა და ჩახშირებისაკენ, ახდენენ მხოლოდ ჩახშირებული ტოტების ამოჭრას. დატოტვის ნაკლებ უნარიან ჯიშებს კი ამოკლებენ 1/13 ან 1/4. სიბერის პერიოდში მიღებულია ქლიავის ხეების გაახალგაზრდავება, რაც საკმაოდ ეფექტურია. ამისთვის ვარჯს ძლიერ გამოხშირავენ და დედა ტოტებს ამოკლებენ 30-დან 80 სანტიმეტრამდე. თუ ჯიშს აქვს მიდრეკილება ჩამოშვებული ტოტებისკენ, ცდილობენ რომ ხე გასხლან იმ ტოტების დატოვების ხარჯზე, რომელიც მიმართულია მაღლისკენ. ქლიავის ბაღში ერთ-ერთი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებაა ასევე ნიადაგის მოვლა. მისი ძირითადი მიზანი მცენარეების ნორმალური განვითარებისთვის ოპტიმალური პირობების შექმნაა. ეს გულისხმობს იმას, რომ არ უნდა შეიქმნას სირთულეები ბაღის კვების ელემენტებით, წყლით და სინათლით უზრუნველყოფის, აგრეთვე სამუშაო ძალისა და ტექნიკის მოძრაობის მიმართულებით. თანამედროვე ტიპის ხეხილის ბაღში გამოყენებულია ნიადაგის მოვლის მთავარი პრინციპი. ხეების მწკრივი 80 სანტიმეტრიდან 1 მეტრის სიგანემდე თავისუფალი უნდა იყოს სარეველებისგან, რაც ნიადაგის მექანიკური გაფხვიერება, თოხნის ან სპეციალური მანქანა იარაღების გამოყენების საშუალებით, ჰერბიციდები დამუშავებით და დამულჩვით მიიღწევა. ინტენსიურ ბაღებში მწკრივში სარეველების წინააღმდეგ ვეგეტაციის პერიოდში ამჟამად ფართოდ იყენებენ გლიფოსატის რიგის ჰერბიციდებს, რომელთა ორ-სამჯერ გამოყენება სეზონის განმავლობაში მთლიანად ათავისუფლებს ბაღს სარეველებისგან. გარდა ამისა, ხდება სიდერატების თესვა, ესეც არის ნიადაგის დამუშავების ერთ-ერთი წესი, რომელსაც წარმატებით იყენებენ ხეხილის ქლიავის ბაღში. სიდერატები ეს არის მწვანე მასა, რომელიც ჩახნა ხდება ნიადაგში. სიდერატებად იყენებენ ერთწლიან პარკოსნებს ან მარცვლეულ კულტურებს, რომლების თესვა ხდება ან გაზაფხულზე, ან შემოდგომით და ყვავილობის პერიოდში ხდება ჩახნა. ეს არის ნიადაგის დამუშავების ერთ-ერთი წარმატებული წესი. ქლიავს ისევე როგორც სხვა ხეხილოვან კულტურებს უამრავი მავნებელ დაავადება ანადგურებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საუკეთესო გადაწყვეტილება კომპლექსური აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებაა. როგორც ვაშლის შესახებ გადაცემაში აღვნიშნეთ, ხეხილისა და კენკროვანი კულტურების მავნებლები სახეობრივი მრავალფეროვნებითა და კვების სპეციფიკურობით ხასიათდებიან. ცნობილია, რომ ზოგიერთი მათგანი აზიანებს მხოლოდ კონკრეტულ სახეობას, ზოგიერთი კი ნაირჭამიათა რიცხვს მიეკუთვნება. ხეხილსა და კენკროვან კულტურებს ძირითადად აზიანებს მწერები და ტკიპები, თუმცა მათ არანაკლებ ზიანს აყენებს უძუნწოვარა მღრღნელები და ზოგიერთი სახის მოლუსკი. როგორც ყველა სხვა ხილისთვის, თითქმის ყველა მათგანი საშიშია ქლიავისთვისაც, ამიტომ მათ წინააღმდეგ ძირითადად მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა გამოიყენება, რაც მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლას აგროტექნიკური, მექანიკური, ბიოლოგიური, ქიმიური და ავტოციდური მეთოდებით გულისხმობს. მათ შორის აგროტექნიკური მეთოდი ეფუძნება ნარგაობაში მაღალი აგროფონის შექმნას, რაც ამაღლებს მცენარეთა გამძლეობას დაავადებების მიმართ. მექანიკური ითვალისწინებს მავნებლების კერების განადგურებას ხელით. ბიოლოგიური უზრუნველყოფს მცენარეთა დაცვას უსაფრთხოდ და სხვა ცოცხალი ორგანიზმების გამოყენებით. ქიმიური აქცენტირებულია სხვადასხვა ქიმიური პრეპარატების გამოყენებაზე, ხოლო ავტოციდური მიზნად ისახავს მავნებელ დაავადებების განადგურებას სხვადასხვა სახის სატყუარებითა და მიმზიდველი ექსტრაქტების გამოყენებით, რომლებიც მავნებლების დეზორიენტაციას იწვევენ. ქლიავს აზიანებს ძირითადად ის მავნებელ დაავადებები, რომელიც აზიანებს კურკოვან კულტურებს.
გამოვყოფთი ქლიავის ნაყოფჭამიას, ასევე ქლიავს აზიანებს ოქროკუდა, აზიანებს ბუგრები, ცხვირგრძელები, ეს რაც შეეხება მავნებლებს. დაავადებებიდან ძალიან ხშირად ზიანდება კლასტეროსპოროზით, ზიანდება ქლიავის ჟანგათი, ქლიავის ფოთლების დაწვა ხშირად შეინიშნება. Აი ეს დაავადებები აზიანებს ქლიავის კულტურას. რაც შეეხება ბრძოლას, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ბრძოლის კომპლექსური ღონისძიება, ეს არის აგროტექნიკური, ქიმიური და მექანიკური ერთად. ქლიავისთვის საბაზრო სახის დიდხანს შენარჩუნებისა და მისი მაღალფასში რეალიზების პერსპექტივა შეიძლება ითქვას, რომ ჭიდროდ არის დაკავშირებული დაკრეფის აგროტექნიკასთან. მოწეული მოსავლის სწორად შეფუთვა და დასაწყობება მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და მეტი სარგებელის მიღების საუკეთესო საშუალებაა. აგროვადების მიხედვით ქლიავის დაკრეფა იწყება მაშინ, როდესაც მისი ნაყოფი აღწევს დამახასიათებელ სიდიდეს და შეფერილობას, ხოლო რბილობი იწყებს დარბილებას. თუ რეალიზაცია იგეგმება რამდენიმე დღის შემდეგ, კრეფა იწყება საკრეფ სიმწიფეზე 4-5 დღით ადრე. კრეფა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მშრალ ამინდში. წვიმიანი ამინდის შემდეგ კრეფა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაყოფზე წვეთები აღარ იქნება. თუ ხილი დანამულია, კრეფა უნდა გადაიდოს 1-2 საათით ნამის შეშრობამდე. კრეფის დროს ხის ვარჯი პირველ და მეორე იარუსებად ნაწილდება. ნაყოფი იკრეფება ჯერ ქვედა იარუსის, შემდეგ კი ზედა იარუსის ტოტებზე. საერთოდ თესლოვანი და კურკოვანი ხილის კრეფა ხორციელდება ყუნწის შენარჩუნებით. თუმცა ქლიავის კრეფა დაშვებულია უყუნწოდაც. დაუშვებელია ნაყოფის ტოტიდან ქვევით ჩამოგლეჯა. ასევე კრეფის დროს თავიდან უნდა ავიცილოთ აცილებული ნაყოფის ერთმანეთთან მიხეთქება და დაჟეჟვა. აღსანიშნავია, რომ ხილის კანის დაუზიანებლობა და მისი დაუჟეჟავის ზედაპირი განაპირობებს შენახვის გახანგრძლივებას. ქლიავის შენახვა შესაძლებელია სარდაფის პირობებში. ასეთ შემთხვევაში შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა 0-დან 2 გრადუსამდეა, ხოლო ტენიანობა 85-90%. სარდაფის პირობებში ნაყოფის შენახვის ხანგრძლივობა 2.5 თვეა. ინახება ასევე სამაცივრეში და გაყინულ მდგომარეობაშიც. თუმცა შენახვის ამ ტექნოლოგიას ქართველი ფერმერები ნაკლებად იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში შენახვის ხანგრძლივობა 4 თვემდე იზრდება. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ქლიავის ბაღის გაშენებასა და მოვალ პატრონობასთან დაკავშირებით, აუცილებლად მოგწერეთ. ჩვენ შევესწრებით ყველა კითხვაზე, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ, ამომწურავი პასუხი გაგცეთ. ახლა კი გემშვიდობებით. ერთმანეთს ზუსტად 1 კვირის შემდეგ შევხვდებით. კარგად ბრძანდებოდეთ.